იყო და არა იყო რა. არა. ეს ისტორია ასე არ იწყება. ეს ისტორია ასე იწყება. აქ ჯერ კიდევ 29 წლის ვარ. ჩემი პირველი ატმოსფერული ვერვა ვიყიდე და მგონია რომ ესეც, როგორც ყველა სხვა მანქანა, მაქსიმუმ 6 თვეს გაჩერდება ჩემთან. მერე მომბეზრდება და გავყიდი. მაგრამ განგებას სხვა გეგმები ჰქონდა. გამარჯობა მეგობრებო, ეს არის ჩემი არხის საიუბილეო მე-500 და ჩემი ავტომობილის ბოლო ვიდეო, რომელიც წესით სხვაგვარად უნდა დამეწყო. ხო, ამ ვიდეოში მინდოდა რომ თქვენთვის ჩემი ახალი მანქანა მეჩვენებინა. დასაწყისით მოფიქრებული მქონდა ესე წამოვიდოდი, ამ ჩემი ძველი მანქანა წინ იქნებოდა, ახალი უკან და მე ვთქვა ზგაბ გამოვიდოდა და გეტყოდით რომ გაიცანით ჩემი ახალი მანქანაა, მაგრამ პატრონმა გაყიდვა გადაიფიქრა. ხო. უბრალოდ არც ყიდდა. მე ვთხოვე რომ მომყიდეთქო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მანქანა ყავს და რაღაცა ბოლო მომენტში თქვა რომ იციო, არაო, აღარ მინდაო გაყიდვაო, მინდა რომ ჩემთან იყოსო და ამიტომ არ გაყიდა და ამიტომ ხო, ეხლა ცოტა სხვანაირად ვიწყებ ამ მანქანის ვიდეოს რა. ესე იგი, ეს იქნება ძალიან სახალისო და საინტერესო ვიდეო. იმიტომ რომ აქ მოგიყვებით ამ მანქანის შეკეთების ისტორია როგორ დამთავრდა. მოკლედ, ჩემ არხზე ხო ცალკე მიდიოდა ეს თემა რა, ძმაკაცის არხზე კიდე ცალკე მიდიოდა, 2 საათიანი ვიდეო უდევს, აგერ დავდებ ამოვანათებ, შეგიძლიათ ნახოთ. მე მგონი ძალიან სახალისო და საინტერესო ვიდეოებია და როგორ მორჩა ეგ ამბავი ბოლო გაიგებთ რა. გაიგებთ რეალურად რა მიზეზი იყო, რომელმაც ამდენი ხანი გვაწვალა. ასევე მოგიყვებით AMG-ის ისტორიას, იმიტომ რომ საქმე მოითხოვს ამას და ბოლოს შევაჯამებ 3 წლიანი ფლობის შემდეგ როგორი ავტომობილია W204 C63. ასე რომ მეგობრებო, ძალიან საინტერესო, ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი და ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვიდეო გელოდებათ, რომელიც ჩემ არხზე დადებულა. დასხედით, მოიმარაგეთ სასუსტნავები, იქ რაღაცა პატარა ლუცმი არ ვსვავ, ვინ სვავთ ლუდი, იქ რაღაც გაზიანი სასმელი, საჭმელი და ჩაუჯექით. მე მგონი მაგრა გავერთობით. ხო, გზადაგზა კიდე დაწერეთ კომენტარები, რას ფიქრობთ იმ რაღაცეებზე, რასაც მოვყვები, იმიტომ რომ თქვენი აზრის დაფიქსირება საინტერესო იქნება. წავედით! 2025 წლის C63. Mercedes-ის სირცხვილი. ეს რაღაცა 2 ლიტრიანი, 4 ცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი და ჰიბრიდია. ეს პრიუსის ნაბიჯვარი იმდენადვე მიუღებელია Mercedes-ის მოყვარულებისთვის, როგორც უცხიმო მწვადი კახელებისთვის. აი, ეს კი ყველაზე შიგნაკრავი Mercedes-ია, რომელიც ოდესმე შექმნილა. ის ხელნაკეთი 6.2 ლიტრიანი V-ტიპის 8 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავითაა აღჭურვილი და ისე ჟღერს როგორც ლიზა ენი ვიდეოს მე-7 წუთზე. და იმდენად მამაკაცურია, რომ გეიზმისგან განკურნებას კი შეუძლია. და ამას არ ვიგონებ. მას შემდეგ რაც სანდრო პირველად დაჯდა მის საჭესთან, აღარ თulis რომ გეია. დაავიწყდა კიდეც. აი, ეხლავე დაგიმტკიცებთ. სანდრიკ. გეი ხარ? არ ვარ. ხო გეუბნეოდით. გეფიცებით მართლა მუშაობს, მეც ამან მიშველა. ერთი პერიოდი რაღაცა სალათი დავამუღამე და ყოველდღე ვიძახებდი ხოლმე რა და მაგას ჭამდი და სადღაც 1-2 კვირის მერე გავიგე რომ თურმე ვეგანური ყოფილა და მე რეაბილიტაციისთვის უამანქანი დავდიოდი და მეძინა ღამე. მეთქე ამაკ. ჩემი უმორი მოვთხა. კარგი, მოდი ახლა რომ გავიგოთ რეალურად როგორი მანქანაა W204 C63, გავიგოთ მისი ისტორია. უпростоრად AMG-ის ისტორია.
1967 წელი. Mercedes-მა გადაწყვიტა, რომ მთლიანად უნდა გადასულიყო მდიდრული, ძვირადღირებული სედანების წარმოებაზე და დახურა ყველა პროექტი, რომელიც დაკავშირებული იყო ავტოსპორტთან. შესაბამისად, გაათავისუფლა ყველა თანამშრომელი, რომელიც ამ პროექტებზე მუშაობდა. მათ შორის იყვნენ ძრავის ინჟინრები ჰანს ვერნერ აურეხტი და ერჰარდ მერხერი. ჰანსმა და ერჰარდმა გადაწყვიტეს, რომ საკუთარი კომპანიის დაფუძნების დრო მოვიდა და 1967 წელს დაარეგისტრირეს შეპესე. სახელი კი შეურჩიეს საკუთარი გვარების ინიციალებიდან: A აურეხტიდან, M მერხერიდან, ხოლო G გროშესპახიდან. გროშესპახი იყო პატარა სოფელი, სადაც ეს ორი ადამიანი ცხოვრობდა და სადაც ეს ყველაფერი დაიწყეს. 1967 წელს კომპანიის რეგისტრაციიდან მალევე ჰანსი და ერჰარდი გაქრნენ თვალთახედვის არეალიდან და გამოჩნდნენ 1971 წელს. ამ წელს სპა-ფრანკორშამპის სარბოლო ტრეკზე ტარდებოდა ყველაზე მაღალი დონის 24 საათიანი სარბოლო ივენთი, სადაც მთავარი პრეტენდენტი იყო 7.4 ლიტრიანი კამარო, ხოლო BMW-ს საჭესთან თვით ნიკი ლაუდა იჯდა. ჰანსი და ერჰარდი ამ რბოლაზე წარგდნენ თავისი პირველი ქმნილებით, უზარმაზარი Mercedes-ის მდიდრული სედანით, რომელიც 6.8 ლიტრიანი ძრავით იყო აღჭურვილი და მას უწოდეს წითელი ღორი, ანუ Red Pig. ალბათ უკვე ბევრს გეცნოთ ეს სარბოლო ბოლიდი, იმიტომ რომ ლეგენდა გახდა მოგვიანებით. ეს 6.8 ლიტრიანი AMG ძრავით აღჭურვილი ბოლიდი თავიდან 6.3 ლიტრიანი Mercedes-ის ძრავით აღჭურვილი მდიდრული სედანი იყო, რომელიც ჰანსმა და ერჰარდმა აიღეს, მთლიანად გამოშიგნეს ძარა, ძრავა კი შეცვალეს და 6.8 ლიტრამდე გაზარდეს მისი მოცულობა. შესაბამისად მიიღეს ყველაზე დიდი ძარის მქონე ავტომობილი, რომელიც იმ დღეს იმ რბოლაზე მონაწილეობდა. ეს მანქანა იმდენად დიდი იყო, რომ საშინლად ამუხრუჭებდა, უფრო ცუდად უხვევდა და იმდენ საწვავს მოიხმარდა, რომ სხვა ავტომობილებზე ორჯერ მეტჯერ შევიდა საწვავის შესავსებად პიტსტოპში. თუმცა იმდენად დახვეწილი ძრავა ქონდა, რომ გამოიცანით რა მოხდა? ამ მანქანამ მოიგო, რასაც არავინ ელოდა. თავის კლასში პირველი, ხოლო საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, ამ ხელა მანქანისგან ასეთ შედეგს არავინ ელოდა, ამიტომაც ერთ დღეში AMG საავტომობილო სამყაროს ლეგენდა გახდა. სამწუხარო ფაქტი ამ ისტორიის შესახებ ის არის, რომ რბოლის შემდეგ ეს წითელი ბოლიდი დაშალეს და დღეს ის მანქანა აღარ არსებობს. რაც სურათები გინახავთ ინტერნეტში, მხოლოდ ამ ავტომობილის რეპლიკებია, რომელიც მოგვიანებით შეიქმნა იმ ლეგენდის პატივსაცემად. ალბათ მარტივი მისახვედრია, რომ AMG-ს ამ დღის მერე შეკვეთები არ მოაკლდებოდა. კი, ეგრეც იყო. შემდეგი 10 წლის განმავლობაში იმდენი შეკვეთა ჰქონდათ, რომ დიდრებს, ყველაზე მდიდრებსაც კი რამდენიმე თვეც კი უწევდათ ლოდინი, რომ AMG-ს უბრალოდ მათ მანქანაზე მუშაობა დაეწყო. AMG მუშაობდა ასეთი ბიზნეს მოდელით რა. ვიღაცები ყიდულობდნენ Mercedes-ში ავტომობილს, შემდეგ მიყავდათ AMG-ში, ისინი უწუნინგებდნენ და იქედან გამოყავდათ უკვე ძალიან მაღალი პერფორმანსის მქონე Mercedes-ი, რომელიც ბევრად უფრო განსხვავდებოდა იმისგან, რასაც ქარხანა უშვებდა რა. AMG-ს Mercedes-ი სხვა იყო და ჩვეულებრივი Mercedes-ი სხვა იყო. ძალიან დიდი სხვაობა იყო მაშინ განსაკუთრებით. თუმცა AMG-მ კიდევ ერთხელ დააყენა ყველაფერი თავდაყირა, როდესაც 80-იანი წლების დასაწყისში 124-ზე გადაწყვიტა, რომ წაემუშავებინა. 1984 წელს Mercedes-მა წარადგინა W124. ალბათ ყველა მიცით ეს მანქანა ეშკას რო ვეძახდით რა, ეგ ვინც კოდებით ვერცნობთ მოდელებს. AMG-მ კი გადაწყვიტა, რომ ამ 124-დან რაღაცა სასწაული გაეკეთებინა. და რატო ახლა? Mercedes-მა ამ პერიოდში პირველად გაბედა და ჩადგა 8 ცილინდრიანი ბენზინის ძრავა თავის ავტომობილში, რომელიც იდეალური ბაზა გამოდგა AMG-სთვის. AMG-ში აიღეს 124 8 ცილინდრიანი ძრავით, შეცვალეს გალოვკა, ანუ დააყენეს თავისი შექმნილი გალოვკა, იქ კიდე რაღაცეებს ხელები უფათურეს და გამოუშვეს 385 ცხენისძალიანი მონსტრი, რომელიც თეორიულად 100 კილომეტრამდე 3.5-ზე ნაკლებ დროში აჩქარდებოდა, რომ არა Mercedes-ის დებილი გადაცემათა კოლოფი. ანუ ამბობენ, რომ Mercedes-ის ქარხნული გადაცემათა კოლოფი უშლიდა ხელს AMG-ს, რომ კიდევ უფრო სწრაფი ყოფილიყო. კი ბატონო. თუმცა, სიგიჟე აქ არ მთავრდება. AMG-ში ამ მოდელში გადაწყვიტეს, რომ ბუღალტერია ნახუიზე უნდა გაეშვათ და უარი არ თქვეს არაფერზე, ანუ თავი არაფერში შეიზღუდეს. ეგეთი სიგიჟეები AMG-ს მაგის მერეც დიდი ხანი კიდე არ ჩაუდენიათ, სანამ ამ მანქანაზე მოვიდოდნენ. იმ დონეზე მივიდნენ, რომ ავტომობილი $370,000 ღირდა. ანუ $370,000 ყიდნენ მანქანას მაშინ, როდესაც კონტაჩი 2.5-ჯერ ნაკლები ღირდა, დაახლოებით $130,000 ღირდა მაშინ კონტაჩი Lamborghini-ს და ეს ღირდა $370,000.
რომ აგიხსნათ ეს რამდენად არარეალური თანხაა იმ პერიოდისთვის, გეტყვით რომ შედარებისთვის ჩვენ რაზეც დორბლი მოგდის და ჭკუა გვეკეტება, აი ეს 500 ევრო არის Mercedes Porsche-ში შექმნილი, იგივე 124 500 ევრო არის, დღესდღეობით დაახლოებით 50000 ევროდ იყიდება. და ეს AMG-ის Mercedes იცით რამდენად გაიყიდა შარშან? 770,000 ევროდ. 770,000 ევროდ 16 ჯერ უფრო ძვირია ვიდრე Porsche-ის ლეგენდარული საუკეთესო სედანი ისტორიაში, ანუ ეგრე მოიხსენიებენ, რომ საუკეთესო სედანია ისტორიაში. 80-იანი წლების ბოლოსთვის Mercedes-ში იდნენ და ესე თავში ფხანდნენ და ფიქრობდნენ, რომ როგორ მოახერხა დაახლოებით 70 თანამშრომლის მქონე კომპანიამ შეექმნა ავტომობილი, რომელიც იმდენჯერ აღემატებოდა ინჟინრული გამართულობით, ესე რთულად რო ვთქვა, Mercedes-ის მიერ გამოშვებულ ავტომობილს, რომ 16 ჯერ უფრო ძვირი იყიდა ვიდრე მისი გამოშვებული მანქანები. და გადაწყვიტეს, რომ ეყიდათ AMG. Ну, რა თქმა უნდა, ეხლა, როდესაც დიდი კომპანია ხარ და ვერ ჯობნი ესეთ პატარა კომპანიას ენთუზიაზმით ახსავსე ხალხით, ყიდულობ ამ კომპანიას, ხო, მარტივი გამოსავალი ეგა. 1990 წელს Mercedes-ი ყიდულობს AMG-ს. და შესაბამისად, მთელი AMG-ის პატენტები და ტექნოლოგიები გადადის Mercedes-ის ხელში. AMG-ის შეძენით გადიდგულებულებმა Mercedes-ში გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ბოლიდი ლემასის 24 საათიანი რბოლებისთვის. საქმე იმაშია, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ლემანში მოხსნეს ომოლოგაციის შეზღუდვა. ომოლოგაცია არის ეგეთი შეზღუდვა, რომ როდესაც კომპანია უშვებს ბოლიდს, ბოლიდი უნდა იყოს დაფუძნებული სერიულ ავტომობილზე და მაშინ ლემანში ეგ შეზღუდვა მოხსნეს. ამან საშუალება მიცა ინჟინრებს, რომ ბოლიდები შეეცვალა და უფრო სწრაფი გაეხადათ, რაც Mercedes-მა გააკეთა კიდეც. Mercedes-მა დაიწყო მუშაობა Mercedes CLR-ზე, რომელიც იყო CLK GT-R-ზე დაფუძნებული ბოლიდი, მაგრამ უფრო სწრაფი, უფრო მაღალი კლასისთვის. რაც ამ ბოლიდში გააკეთეს, იყო ის, რომ შეცვალეს საბურავების ბაზა. ანუ საბურავები მიიტანეს ერთმანეთთან კიდევ უფრო ახლოს და ძარა მაქსიმალურად გაზარდეს. ამან მანქანაზე დაწოლა მაქსიმალურად გაზარდა და ბოლიდი რა თქმა უნდა უფრო სწრაფი გახდა. მაგრამ ვიცი რომ ასე არაფერი გესმით, ამიტომ ასახსნელად რაღაცას გამოვიყენებ. ეს არის ტუნას სენდვიჩი Subway-დან. სხვათა შორის ჩემი საყვარელი სენდვიჩი. მაგრამ ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ ეს არის Mercedes CLR. Mercedes CLR, როგორც უკვე გითხარით, დაფუძნებული იყო Mercedes CLK GT-R-ზე რა. CLK GT-R-ს საბურავები ჰქონდა ასე. Mercedes CLR-ში კი საბურავები გააკეთეს ასე. ძარა უფრო გაადიდეს და საბურავები ერთმანეთთან მიწიეს. ამან მანქანა ბევრად უფრო სწრაფი გაახადა, იმიტომ რომ საბურავებზე დაწოლა გაიზარდა და გზასთან მოჭიდება შესაბამისად, თუმცა შექმნა პრობლემა. იმის გამო, რომ ცხვირის წინა ნაწილიდან პირველ საბურავამდე ძალიან დიდი მანძილი იყო, მანქანამ ფრენა დაიწყო. რომ აგიხსნათ, რატომ დაფრინავდა Mercedes CLR-ი, დამჭირდება სხვა სენდვიჩი. ეს არის steak სენდვიჩი, მაგრამ ამ შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ ის არის სხვა ბოლიდი. როდესაც ბოლიდი გზაზე გადაადგილდება, ის ჰაერს პრესავს. მის ქვემოთ მოხვედრილი ჰაერი იპრესება, ყურივდება და ეს მყურივი დაპრესილი ჰაერი, როდესაც უკნიდან გამოდის, სხვა ბოლიდს ხვდება ცხვირში. როდესაც Mercedes CLR-ი სხვა ბოლიდს მიყვებოდა, ეს არის Mercedes CLR, ეს არის სხვა ბოლიდი. როდესაც Mercedes CLR-ი სხვა ბოლიდს მიყვებოდა, მის ქვემოდან წამოსული მყურივი დაპრესილი ჰაერი მის დიდ ცხვირში ხვდებოდა და ground ეფექტის გამო ფრენას იწყებდა. Here we go. Oh my god, the Mercedes has taken off. Ground ეფექტი არის სხვათა შორის ის ეფექტი, რის გამოც თვითმფრინავები ფრინდებიან. ასე რომ Mercedes რომ ეგონა რომ AMG იყიდა და უკვე ყველაფერი შეეძლო, თავის საამაყო პროექტი ჩაუვარდა. მოკლედ CLR-ი იმდენად ჩავარდნა იყო Mercedes-ისთვის, რომ ორჯერ დაიმტვრა მარკ ბებერი ამ მანქანით 1999 წელს. პირველად 280 კმ/სთ მოწყდა მიწას და სამწუხაროდ არავინ არ იყო იქ, რომ ყველაფერი გადაიღო და შემდეგ როდესაც ამ ავარიის მერე შეამოწმეს ექიმთან და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა, მერე მეორედ წავიდა ამ მანქანის ტესტებზე და მეორედაც დაიმტვრა და მეორედ უკვე ისე ცუდად დაიმტვრა, რომ რო აფრინდა ეს მანქანა უკუღმა დაეცა და თვითონ მარკ ვებერი იხსენებს, რომ პანიკაში ჩავარდიო, ანუ უბრალოდ მივდიოდიო და ეს მანქანა აფრინდაო რა და პანიკაში ჩავარდიო და ეს შევიხსენიო, ღვედიო რა და მე მეშინოდაო, რომ მიწას არ შევახო თავიო, ესე უკუღმა რომ ისრიალებდაო, რომ ეს ჩაფხუტი არ გაიქრითოს და მე თავზე არ გადავიდესო. ნუ მოკლედ პანიკაში ჩავარდა რა. მეორე ავარიის მერე მარკ ვებერმა თქვა, რომ მე ამ მანქანაში აღარ დავჯდებიო, მაგრამ Mercedes-მა უთხრა დაჯდებიო, იმიტომ რომ ტესტები უნდა გავაგრძელოთო რა. არ აღიარებდნენ მაინც რომ ჩაუფლავდათ პროექტი და მე მაგისი თანაგუნდელი დაიმტვრა ისე, რომ ან საერთოდ მანქანა გზიდან გადავარდა და სასაცილო ფაქტი ამ შემთხვევის შესახებ ის არის, რომ მოუწიათ საგზაო შემთხვევის დაფიქსირება ამ ინციდენტზე, რადგან მანქანა გადავარდა ტრეკიდან
დაეცა ჩვეულებრივ სახელმწიფო მიწაზე და სახელმწიფო მიწაზე მანქანა რო დაეცა, ესე იგი საგზაო შემთხვევაა და ალკოტესტიც ჩააბარებინეს იმ პილოტს, იმიტომ რომ რეგლამენტი მოითხოვდა მასე რა. და მაშინ Mercedes-მა საბოლოოდ აღიარა რომ ჩაუვარდა პროექტი და გააჩერეს ეგ პროექტი და მიხვდნენ რომ როდესაც რაღაცა მაგარის გაკეთება უნდათ, AMG-ს უნდა მიცენ და აცადონ რომ AMG-მ გააკეთოს რა. და დაიწყეს ეგრე მუშაობა რა. რო ვთქვათ რომ Mercedes-მა ჭკუა ისწავლა არა, მაინც ბოლომდე არ აძლევდნენ ხოლმე AMG-ს ამ ყველაფრის გაკეთების საშუალებას, 202-იც და 203-იც ბოლომდე არ მიცეს AMG-ს რომ თვითონ გაეკეთებინა, Mercedes-ის შეზღუდვებით აკეთებდა AMG რაღაცეებს, ყველა მოდელი ეგრე იყო, E-კლასიც ეგრე გააკეთეს და რაღაცა მომენტებში აძლევდნენ ხოლმე თავისუფლებას. მაგალითად ერთი არც ისე პოპულარული პროექტია, CL-ზე მიცეს საშუალება AMG-ს რომ რაღაც თავისი მაიმუნობები ექნა და გამოუშვეს პირველი სერიული ავტომობილი მსოფლიოში, რომელსაც კერამიკა მუხრუჭები ჰქონდა. ეგ AMG-ს დამსახურებაა და მერე დაიწყეს სხვა ბრენდებმა მაგის გაკეთება. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როდესაც 2005 წელს Mercedes-მა გადაწყვიტა, რომ AMG-სთვის ისევ მიეცა თავისუფლება, რომ ისეთი სიგიჟე ექნა, რაც ქნეს მაგალითად 124-ზე. AMG-ს უთხრეს, რომ პრობლემა გვაქვს სერიოზულიო რა. BMW-სო M3 ყავს ძალიან მაგარიო და ჩვენო C-კლასი ეგეთი მაგარი ვერ გვყავსო რა და ამიტომ გავიაზრეთ და ვხვდებით, რომ ჩვენ ვაფუჭებთ ხოლმე საქმესო და ეხლა გაძლევთ შენ ამ პროექტს და როგორი მანქანაც გინდა ისეთი გააკეთეო. AMG-ში ადგენენ თავისი ყველაზე დარტყმული აზრები თავისუფლებაზე გამოუშვეს და გააკეთეს ეს. ყველას გონია, რომ ეს მანქანა არის ჩვეულებრივი C-კლასი აღებული და მერე გაემჯებული. არა და სინამდვილეში ეგრე არ არის. არაფერი საერთო არ აქვს ამ მანქანას ჩვეულებრივ C-კლასთან. C-კლასი არის საერთოდ სხვა მანქანა ჩვეულებრივი და ეს არის საერთოდ სხვა მანქანა. მე ზოგადად ამას ვეძახი AMG C63-ს. იმიტომ რომ ეს არ არის Mercedes C63, ეს არის AMG C63. ანუ ჩვეულებრივ C-კლასი რაღაცეებიც კი არ მიდის ზედ რა, როგორ მიდის, ცი აი რო დაყენდება, მაგრამ ისი არ ყენდება როგორც უნდა ყენდებოდეს. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ მანქანის მთავარი ღირსება არის მისი ძრავა. მოკლედ, AMG-ს ლეგენდარული M156 ატმოსფერული 8 ცილინდრიანი, რომელიც არის AMG-ს მიერ შექმნილი თავიდან ბოლომდე. ანუ Mercedes-ის აქ არ არის არაფერი, ეს არის AMG-ს ძრავი. და ჩემი აზრით ყველაზე მაგარი ძრავია, რაც გამოუშვია Mercedes რა. ეხა საქართველოში ვიცი რომ სხვა წარმოდგენა აქვს ხალხს ამაზე რა. იძახიან რომ 4-დან 0 არის მაგარი ძრავი, გამომდგარი ეს არა და მოდი ამაზე მე ბევრ ლაპარაკს არ დავიწყებ, მოусმინოთ საქართველოში და რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მაგარ სპეციალისტს სამძრავებისას, აი ამაზე მაგარი რო რეგიონში მე არ ვიძახი რომ ყველაზე მაგარია და სხვები ცუდები არიან რა. ტოპ საუკეთესოები რო აიღო, ერთ-ერთი საუკეთესო არის ეს, ვანო. მოусმინოთ ვანო რას იძახის ამ ძრავზე. ანუ სანამ მაგას აკეთებ, ცოტა ხელს შეგიშლი. ანუ 4-დან 0 ბიტურბო არ ვარ გაბიჭო Mercedes-ის, არ არის გამძლე? გამძლე რა მხრივ გააშია. სერვისულია როგორც ყველა. ახალი. 6 და 2 რო არის ჩემი მაგაზე გამძლე არ არის? არა. არ ვიცი. მეც ეგრე მეგონა და თურმე არ ყოფილა ეგრე და რავი, რას ეჩიან ჩემ მანქანას ვერ ვიგე. ძალიან კარგი. ახლა რადგან მოусმინეთ ერთ-ერთ ყველაზე მაგარ სპეციალისტს, იმედია ვინმე არ გადმოხტებით კომენტარში იმდენად საკუთარ თავში დაჯერებული რომ ვანოზე მეტი გგონიათ რომ იცით Mercedes-ებში, მოდი ახლა გავაგრძელოთ და ჩემ გამოცდილებაზე გეტყვით რა. როგორც ჩემო მაყურებლებმა იცით, მე ამ ძრავის შეკეთებისას უბრალოდ სხვა რაღაც ძრავთან ახლოს მდებარე ნაწილის შეკეთებისას ვიწვალე ძალიან და როგორც იქნა გავედი ბოლოში და მოდი ახლა შევაჯამოთ რა მოხდა და რატო ვიწვალე ასე რა. იმიტომ რომ მე შევატყე რომ ბევრი ვიდეო დაიდო ჩემთანაც, ძმაკაცთანაც და მე ხალხს რაღაცა აცდენა ქონდა და მოდი ახლა ეს ისტორია უცბად გადავიაროთ რა მოხდა სინამდვილეში და რა გავაკეთეთ. ესე იგი, როდესაც 2024 წლის 1 იანვარს ჩამოვედი საქართველოში, ახალი წლის შესახვედრად ვიყავი სხვაგან და დაუბრუნდი, გადავქოქე მანქანა და აანთო ჩეკმა. და როდესაც ჩეკმა აანთო, მეთქი, კაია დაანსტროიკებული მანქანაა და ვიფიქრე რომ არაფერი. მაგრამ არ ჩაქრა ეს ჩეკი რა, სხვა დროს ქრებოდა ხოლმე, მე არ ჩაქრა. გადავწყვიტე, რომ ჩემით წავსულიყავი ამ მანქანის გასაკეთებლად და კონტენტიც გამეკეთებინა ხალხისთვის მეჩვენებინა თუ რამდენად ისეთი უსიამოვნო საქმის კეთება გიწევს, როდესაც მანქანის გასაკეთებლად შენ თვითონ მიდიხარ და ამითი რაღაც ქაროს პლეისმენტი გამეკეთებინა. ეგ იყო მიზანი თავიდან. გამომივიდა ეგ მიზანი, მაგრამ ეგრე ძალიანაც არ მინდოდა რომ გამომსვლოდა.
საქმე იმაშია, რომ პირველი 7 თვის განმავლობაში ვაფშე ვერ მოვიცალე, რომ მანქანის კეთება დამეწყო. აი, დრო არ მქონდა უბრალოდ. მეთქი აი შემდეგ კვირაში და იმდენი საქმეები ვარდებოდა, რომ უბრალოდ დრო არ მქონდა. ივლისში დავიწყე მანქანის კეთება. ჯერ ერთი რაღაცა გავაკეთე, მეგონა გავაკეთე, მეორე, მესამე, რაღაცა კიდე სხვა პრობლემას მივაგენი, მეგონა რომ მივაგენი, კაროჩე და მაგრა ვიწვალე რა. როდესაც გავიდა დაახლოებით 2 თვე და ვერაფერი ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ არავის ასეთი გამოცდილება არ ქონდა საქართველოში ამ მანქანაზე. ყველა იძახდა რომ ნიკა აღარ ვიცით რა ჭირს ამ მანქანას, იმიტომ რომ ესეთი გამოცდილება რავი არ გქონია. გავატანე ქაროს ასისტენტს გიორგი დანელიას, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა მას გადაუხადო და მეორე დღესვე საღამოს წაიყვანა და მეორე დღესვე დამირეკა და პრობლემა მიპოვა. ნუ რითი მიპოვა, ეხა პრობლემა რა. დაჯდა დაფიქრდა, აქ ეს არის, იქ ეს არის, რაღაცა ცადა, ისქნა და ბოლოს მიაგდო. პრობლემა იყო რა? ეს კოლექტორი, აი აქ რაც არის, კოლექტორში შიგნით არის დროსელების დაფა რა. ესე დროსელებია და დროსელები დევს დაფაზე. ეს დროსელების დაფა იყო გახეთქილი. ანუ დროთა განმავლობაში თურმე ეს დროსელების დაფა არის სპეციალური, ძალიან მსუბუქი, მაღალი სითბური გამტარობის მქონე მეტალისგან დამზადებული, რომელიც დროთა განმავლობაში იკიდებს კოროზიას და ნუ კარგავს სიმკვრივეს და მერე სკდება. როდესაც ეს სკდება, მანქანას ეწყება ჰაერების და ვაკუუმის პრობლემა და ძრავი მუშაობს არასტაბილურად და რაღაც მომენტში დაქოქვისას ქრება ხოლმე. ეს აღმოაჩინა გიორგი დანელიამ, რისთვისაც კიდევ ერთი დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მაგ ბიჭს და ძალიან მაგარი ბიჭია, თუ ვინმე ქაროს გამოყენება გინდათ, BMW-ებზე უფრო არის ეს ბიჭი, მაგრამ ისეთია რა, ინტელექტი რო უჭრის, ტვინი უჭრის, ინტელექტი აქვს და ბევრ მანქანაზე მუშაობს რა. მოკლედ, გიორგი დანელიამ აღმოაჩინა ეს პრობლემა და მაგის მერე უკვე დავიწყე ამ პრობლემის კეთება. გიორგი მაშინ მითხრა ეგეთი რაღაცა, რომ ეხა ამ დაფას ვიშოვიო, მეო შევცვლიო, მე ავაწყობ ისევ კოლექტორსო და შევხედოთო რა იქნებაო რა. ავაწყეთ კოლექტორი, დავქოქეთ მანქანა და ცოტა ხანში ისევე პრობლემა დაეწყო რა, ისევ არასტაბილური მუშაობა. ახლა უკვე გახეთქილი აღარ იყო დაფა, მაგრამ მანქანა ისევ არასტაბილურად მუშაობდა. ნუ დავიწყეთ ისევე ძიება, იქ ვოზდუხამერები ვნახეთ, ისე ვნახეთ, კომენტარებში წერდნენ ვოზდუხამერია უეჭველი, რაღაცა ყველაფერი ვნახეთ, კაროჩე, ვაფშე ყველაფერი ვნახეთ და საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერი ვერ გავიგეთ. რა დავხედეთ ისევ კოლექტორი უშვებს. დავშალეთ ეს კოლექტორი, ისევ ავაწყეთ. ერთი 5 ჯერ მე დავშალე ეს კოლექტორი და ავაწყე თავიდან და ყოველა წყობაზე ისევე უშვებდა, მაგრამ ნუ მეორე დრო დავშალე, სანამ მეხუთეზე მივიდოდი, მეორე დრო დავშალე და მაინც გაუშვა. გიორგი მითხრა ეგეთი რაღაცა, რომ ნიკაო, ამის ფილტრებიო, კაიაო, ეს ფილტრები არის აქ ჩასმული, ჰაერის ფილტრები და დაშურუფებულია და მეთქი გიო, აი ერთ რამეს გირჩევთ რა, როდესაც ასისტენტს გაატანთ მანქანას, არ იყოთ ტვინის ტყნა, აცადეთ ასისტენტს მუშაობა. თორე დაგემართებათ როგორც მე დამემართა. მეთქი გიო თქო, რას ლაპარაკო ბიჭო თქო, აი მაგის ფილტრებს არ შეეხო თქო, კეიენდენი მიდევს მეთქი შიგნით, ისეთი ფილტრია თქო, დაჟე არც ფილტრავს არაფერს, ეგრევე ჭუჭყიანი ჰაერი შედის იმაში, მაგარი ფილტრი მიდევს სპორტული თქო, ირეცხება თქო რა, კაროჩე, მეთქი არ შეეხო თქო რა, ეგ კაია თქო. რავიო, კაიო, ნიკო შახა თუ არ გინდაო, ბაზარი არ შევეხოთო, მაგრამ მე მგონია რომ ფილტრებში პრობლემა არა, მეთქი ბიჭო, პროსტა არ დაშალო, ეგეთი ვიყავ. რა მინდოდა, არასოდეს ეგრე არ ვარ ხოლმე, აი ავტოასისტენტს მანქანას რო ვატან, რასაც მეუბნება ვაკეთებინებ, აი მაშინ რატო ავიჩემი, არ ვიცი, აი წერას რო ყავ ხარ ატანილი რა ადამიანი. და მოკლედ ეგრე მივყევი და ერთი 5 ჯერ დავშალე, აი ერთ 5 ხელოსან და 5 ჯერ დავშალე და ავაწყე ეს კოლექტორი მაინც უშვებდი. ბოლოს ძმაკაცმა, კაროჩე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძმაკაცსაც უყვებოდი სოსოს რა. ბოლოს ძმაკაცმა მითხრა რომ ნიკუშო, ჩამოდი ერთი ჩემთან დავშალოთ ეგ კოლექტორი რა ხდება. ნუ, ჩავედი და მე მანდ რა მოხდა, სოსოს გვერდზე დევს ვიდეოები, 2 საათნახევრიანი ვიდეო დევს, 2 საათიანი ვიდეო დევს, შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში რა მოხდა, რა სასაცილო რაღაცა მოხდა ახლა. სოსომაც რომ დაშალა ერთი 3 ჯერ, ბოლოს გააკეთა ეგეთი რაღაცა, ბოლო დაშლაზე აღარ შემეკითხა, ამოიღო ფილტრები და გახედა. და ფილტრები ნიტო что ჰაერს, ანუ სინათლესაც არ ატარებს, ისე დღეშია, ისე მაგის ფილტრები არ გამირეცხავს, მე აქ მე გადავადებ და სინათლესაც არ ატარებს რა. რა მოხდა? რა სისულელემა გაკეთებული თავის დროზე. ერთ-ერთი ზეთის შეცვლისას ეს ფილტრები გავრეცხეთ და გაშრობა არ ვაცადეთ, ჩავალაგეთ ისე. როგორც კი გამოვედი გარეთ, ეს მტვერი რაც შევიდა, მიიკრო ყველაფერი და გაბიდნა. და მას შემდეგ, როდესაც კოლექტორი დავშალეთ და ავაწყეთ,
ეს კოლექტორი არის ქარხნულად გერმეტიკზე რა. ჩვენ რო გერმეტიკზე დავსვით, ჯერ გაშრობას ბოლომდე არ ვაცადეთ რა, იმიტომ რომ წესით ამას რამე ძალა არ ადგება, შიგნით წნევა არ იქნება, ვაკუუმია და ვაკუუმი კოლექტორს არ აწვება, უბრალოდ გერმეტიკს არ აწვება, თუ ფილტრებიდან ჰაერს კარგად იღებს რა. წესით არაფერი არ უნდა გაეფუჭებინა, მაგრამ ჩვენ აქ ხომ ფილტრები გაბედნილი გქონდა და ფილტრებიდან ჰაერი რო ვერ აიღო, ვაკუუმი დააწვა უკვე გერმეტიკს და სადაც სუსტი ნაწილი დახვდა, ესე სუსტი ადგილი დახვდა, იქიდან უშვა. შეცვალა სოსო ფილტრები, უბრალოდ ამოიღო და მანქანა გასწორდა. წავედი მე ცენტრში ვიყიდე ეს K&D-ის ფილტრები დავდე გვერდზე, აღარც გავრეცხე. წავედი ცენტრში ვიყიდე ქარხნული ფილტრები, ჩავალაგე, იმის მერე დავდივარ, ვაფშე პრობლემა არა. მე ეხა ვიფიქრე რომ ამდენი ხანია რომ ესე პრობლემით დადის, რამე ხო არ გავაფუჭე ზრავში. ჩავხედე, სოსომას ჩახედა და ვიდეოში სიძახის რა. რაც თავარია ძრავი, აი იდეალურია, იდეალურად ჯამთელი ძრავი აქვს, რაც ჩავიხედე შინ და ვათვალიერე. კანფეტ მამალოა. მე ჩავხედე, მე სხვა ხელოსანთან ერთად, აი ძრავი არის იდეალურ მდგომარეობაში. აი ხო ამდენი ხანი ძრავი ვაწვალე, აი ჩემი სისულელის გამო ვაწვალე. ძრავი არის იდეალურ მდგომარეობაში, აი ვაფშე ყველაფერი გამართულად მუშაობს და უწყრიალებს შიგნიდან ძრავი რა. მე დაჟე ფილტრის ფოტოსაც ამოვანათე, ფილტრი მოხსენი ზეთის და იმენა იდეალურია რა ძრავი. რისი თქმა მინდა რა, ვინც ამ ძრავზე იტყვის რომ სუსტია, აი რა უნდა ველაპარაკო მაგ ადამიანს არ ვიცი. ეს არის, ეს ყოფილა აი ყველაზე მაგარი ძრავია, რომელიც Mercedes-მა გამოუშვა. მე ასე მგონი. ამ სიტყვებს ასევე ეთანხმება ერთი ბიჭი ესეთი C63 ყავს, მაგის გარდა ყავს 5 და 5 კომპრესორები და ბევრი AMG ყავს და შემხვდა ესე ქუჩაში და აი ნიკაო რა, თუ ვიდეოში ჩაწერო, მალაპარაკეო, მათქმევინე, ჩემი სათქმელიო. მე ვეძებე ის ბიჭი და ვერ ვიპოვე, თუ ვიპოვე სანამ ამ ვიდეოს დავამთავრებ, აუცილებლად იმის ინტერვიუსაც ჩავსვავ, ტიპი ყვებოდა, რომ რამდენჯერაც 5 და 5 კომპრესორითო, იმ ნაკები 5 და 5 კომპრესორითო, ან ვიდრაგავი, ან რაღაცა ვქენი, ხან პერებოია ეკი და ხარ რაღაცაო, 2 წელია გვერდულად დავდივარ ჩემი C63-თო. ეგ მანქანა არ გასწორებულაო და პრობლემა არ ქონიაო რა. უბრალოდ მოვლა უნდა იცოდე. ეხლა მოვლაში რა შედის რა, ამ ძრავებს რა ჭირდება. ზეთი უნდა შეცვალო მაქსიმუმ 5000-ზე, მე ვცვლი 4-ზე. ის ბიჭი ვაფშე 2-ზე ცვლის, იმიტომ რომ მე ხა ქალაქში დავგორავ მაინც ძირითადად და ის სუ გაზავს, აი სუ გაზავს მაგ მანქანით, როგორც თვითონ მითხრა და 2000-ზე ვცვლის ზეთსო რა. ზეთი უნდა შეცვალო ხშირად და უნდა იცოდე რომ თუ დიდი ხანი გადაბმულად ადრიფტავებ და ეგეთ რაღაცებს უშვები, აი დიდ ხანში გულისხმობ 1 საათი რო არ გააჩერო რა. რაღაცა მომენტში შეიძლება ზეთის ეს ნასოსი რაც აქვს შიგნით ამ პირველ თაობას რა, არ აქვს მაინც და მაინც კარგი ნასოსი. ავთერმარკეტები დგება, მაგრამ ქარხნული არ არის მაინც და მაინც კარგი რა და შეიძლება რაღაც მომენტში ატლევი მოქცეს ზეთის და მაგაზე ფრთხილად უნდა იყო, აი ძალიან ბევრი არ უნდა აწვალო რა. მე აქ ჩამოსულა 40 წუთი მიკაიფია რაღაც ყველაფერი, არაფერი აი ძალიან ჩვეულებრივად, მაგრამ აი ხო არის რომ ჩამოხვალ და აი დაადუღებენ ხოლმე მანქანას რა. ხო ეგ ცოტა არ უყვარს. აი ეგ უნდა იცოდე. ეგ ორი რამე გაითვალისწინე, ზეთი უცვალე რაღაც 4000-ზე, 3-4000-ზე. ეგრე დაინდე და აი შანსი არ არის, აი იმენა ძრავი არის, რკინა ბეტონი. მეტი რა ვთქვა. არც აი ეს რაღაცა ისეთები აი პერიოდულად რაღაცეების ცვლა, ისა ეს არაფერი, აი იმენა დადის. არც პერებოის არ აიკიდებს, არც არ აიკიდებს, ჩვეულებრივად ციურს. ერთი ქარხნულად რაც არის, პირველი თაობას თუ იყიდით ვინმეს, სხვადასხვა ეს არის პირველი თაობა და ეგ ბოლტები შეცვლილია, პირველი თაობას თუ იყიდით ვინმე, გალოკის ბოლტები არის ალუმინის და დროთა განმავლობაში იწელება. სხვადასხვა ბევრი ალუმინის ბოლტი ამას გამოყენებული, ეს კოლექტორის ბოლტებიც ალუმინის არის, ახალი ჩამოვიტანე, სახში მიდევს და აღარ მოხსენი რა, ცენტრში შეუკვეთე ჩამოვიტანე და როდესაც კოლექტორს მოხსნი აყენებ, ალუმინის ბოლტებიც რეკომენდებულია შეცვალო. უძლებს რამდენიმე შეცვლას, კი ბატონო, მაგრამ მაინც თუ შეცვლი კაია რა, მე პროსტა აღარ დამჭირდა, იმიტომ რომ გადაიჭირა ის წესი და რიგი როგორც არის გადაიჭირა და აღარ გახდა საჭირო, ამიტომ პროსტა მიდევს რა, არ შემიცვლია. დანარჩენი, რავი, აი 2 წელი ვაფშე კაპოტი ჯერ ხო არ მქონდა ახდილი. მე რო ჩემი სისულელეები არ მეკეთებინა და თავიდანვე ავტოასისტენტისთვის მიმეცა და გიორგის წაეყვანა, ეს წვალებაც არ მომიწევდა, ერთ კვირაში გავასწორებდი მანქანას რა. არაფერი სერიოზული არ ჭირდა, უმარტივესი რაღაცა ჭირდა, პროსტა საქართველოში არავის მსგავსი პრობლემა არ შექმნია, ჩემნაირი იდიოტი სხვა არ ყოფილა, რომ რაღაცეებზე ესე დაეჟინებინა რა, როგორც მე დავიჟინე. ეგ არის და ეგ და მაგის მერე რავი, ამ ძრავზე ცუდი როგორ თქვა არ ვიცი. ვიღაცამ შეიძლება კი იმენა ცუდი რო უნდა თქვას, Mercedes-ე გავანწყოს, მაგრამ მე
ვერ ვიტყვი ამაზე ცუც ნამდვილად, მით უმეტეს AMG ძრავია, როგორც BMW-ში S60-ის ვიაც ვაფასებ, ისე ვაფასებ ამ ძრავს Mercedes-ში. კარგი, მოდი ახლა მართვაზე მინდა რაღაცეები ვითხრათ, ამიტომ ტრეკზე უნდა გადავინაცვლოთ, წავიდეთ და მე უკვე დავბრუნდები შეჯამებაზე. მიდი პატარა, ჩემი ბიჭი, მიდი. ო, კაია, კაი ბიჭი ხარ. ამ ხმას ვერ გაიმეორებ. მოკლედ, ეს არის ყველაზე შიგნაკრავი Mercedes-ი, რომელიც ოდესმე მიტარებია კი არა და მინახავს და შექმნილა რა. ობა, არ გადაიქცე? იმის თქმა მინდა, რომ აქ ყველაფერი ისია გაკეთებული, როგორც მანქანაზე შეყვარებულ ადამიანს გაეხარდება. წონის გადანაწილება არის ფანტასტიკური. 6.2 ლიტრიანი წიგაჩი გაქცին, ანუ ამ სიტყვას იმიტომ ხმარობ, რომ უფრო უკეთესად განმარტავს, რას აკეთებს ეს ძრავი. ანუ ეს ძრავი მანქანას კი არ აჩქარებს, მიათხრევს რა, ისეთი განცდა გაქვს. რაც რაღაც პონჩი შეიძლება სპორტსმენმა თქვას, რომ ესე არ უნდა იყოს, მაგრამ მე მომწონს. იმიტომ რომ მე სპორტსმენი არ ვარ, მე უბრალოდ მანქანაზე შეყვარებული ერთი პატარა მეოცნებე ბავშვი ვარ 32 წლის კაცის სხეულში გამოკეთილი. და ეს შოთი ძალიან კარგია. ანუ რაღაცნაირად Mercedes-მა მოახერხა, რომ საუკეთესო BMW გააკეთა, რომელიც ოდესმე შექმნილა რა. და ამას მე არც Mercedes-ის დასამცირებლად ვამბობ და არც BMW-ს შესაქმებლად. უბრალოდ ეს მანქანა ხასიათით BMW-ს უფრო გავს, ვიდრე Mercedes-ს. მოდი ახლა ავხსნათ რა მიყვარს მე ამ მანქანაში თუნდაც 3 წლის შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ეს არ არის McLaren-ი, რომ იყოს სუპერ სტაბილური რაღაცა ტრეკის მონსტრი, რომელიც მოსახვეებს აჭედებს, რასაც ქვია იმედა ბა და გადიხარ მოსახვეებს. არა, არ არის ეგ. ეს არც Lamborghini-ია, რომ ვიზუალურად ფლეში იყოს და მართვაში Porsche გამოვიდეს და გადაირთხას ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და სანამ არ მობეზრდება რა. არც Ferrari-ია, რომელიც როგორ გითხრათ რა, ანუ კი შეიძლება მაგარი სპორტული მანქანაა, მაგრამ მისი ტარება რო შეძლო მინიმუმ დათაკაჯაია უნდა იყოს. არა, არც ერთი არ არის. ამ მანქანას რაღაც თავისი ადგილი აქვს რა. ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, როგორიც მე და ალბათ ამ ვიდეოს მაყურებლების უმეტესობა, რომელმაც მართვა იცის კარგად. ანუ მე არ ვიძახი რომ აი დათასნაირი და ჰამილტონისნაირი პროფესიონალია. კარგად ვინც იცის მართვა, იმას თავს აგზნობინებს უბედნიერეს ადამიანად რა. ძალიან ბევრს გონია რომ ეს მანქანა მართვაში ისეთი მოქნილი არ არის, როგორც მაგალითად M3 E46 და M3 E92. ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით. ამ მანქანას უკეთესი დრო აქვს ნურბურგრინგზე ვიდრე E92-ს. საქმე იმაშია, რომ ძალიან გაწონასწორებული მოდელია რა. მოსახვეებს ისე გადის, რომ Mercedes-ი ასე არ უნდა გადიოდეს, ეგეთი განცდა გაქვს. აი ეს არ არის დრაგსტერი, ეს არის მხიარული ავტომობილი, რომლითაც შეგიძლია მოსახვეები სწრაფადაც გაიარო და მხიარულადაც გაიარო. ერთი საინტერესო ფაქტი ჩემი გამოცდილებიდან ამ მანქანასთან დაკავშირებით, დაახლოებით 3 წლის წინ მე გადავიღე, თუ 2 წლის წინ გადავიღე, მოკლედ W205 M4-ის წინააღმდეგ და რაღაც სხვადასხვა ტესტებში შევადარე ერთმანეთს. ერთ-ერთი იყო MUS ტესტი. MUS ტესტი არის აი გზაზე რომ მიდიხარ და უცბად წინაღობა თუ დაგვხვდა, ესეთ რაღაცას აკეთებ და რომელი უფრო მაღალ სიჩქარეზე გადის, ამ ტესტს მაგით ტესტავენ ავტომობილებს, სხვადასხვა ძალიან აპრობირებული ტესტია რა. მაშინ
ამ მანქანამ უფრო მაღალი სიჩქარით გაიარა მუსტესტი ვიდრე W205-მა, ანუ ამის შემდეგმა მოდელმა. იმ ვიდეოში ეს არ ჩამისვამს, იმიტომ არ ჩამისვამს, რომ იქ ამის ადგილი არ იყო რა, იქ იყო უბრალოდ M4-ისა და 205-ის შედარება და ანუ ეს ამის ადგილი იქ არ იყო, მაგრამ ახლა ამას ვამბობ. და თან როდესაც 205-ის მევატრონე მეს ნახა, ძალიან გაუკვირდა, მე მთხოვარ რომ მოდი რა მაგ მქანით გავივლიო და რომ გაიარა გაკვირვებული დარჩა რა. ბევრად უფრო ხარისხიანი მატერიალებითაა ნაკეთები ვიდრე ჩემი მანქანაო, რაღაცნაირი შეკრულიაო, აი ესე დგასო რა, საკაიფოთო და მართლა ძალიან მოეწონა. ხო და მეგობრებო, საქმე იმაშია, რომ ახალი არ ნიშნავს უკეთეს. ეს ბევრად მოქნილია და ბევრად კარგი სამართავია ვიდრე 205. და თან თავისი ხასიათია, ხე M156 ვეღარ განმეორდება. აღარა აწყობენ ხელით ასე ამძრავებს. მორჩა, დამთავრდა, წარსულია ეგ. ეს კი ნიშნავს, რომ ასეთი ახალი აღარ იქნება რა. და არც ასეთ ემოციას მოიტანს. გავაწლები და ბევრი მანქანა მეყოლება რა. მეყოლება Ferrari, Lamborghini, McLaren, Bugatti, Pagani, ეს ყველაფერი მეყოლება. მაგრამ ახლა, როდესაც Paganis გარდა და Bugattis გარდა რაც ჩამოტარე ყველაფერი ნადარები მაქვს, ზუსტად ვიცი რომ ეს მანქანა ყოველთვის მემახსოვრება. არ ვიცი რა, რაღაცნაირია. ასეთი გამოკვეთილი ხასიათის მქონე მიამბოხე შიგნაკარავი მანქანა მე ჩემ ცხოვრებაში არ მინახავს. აი დიდგვაროვან ოჯახში აღზრდილი ჰელქეთივითაა რა. მოქცევის წესები იცის, ნებისმიერ წრეში მისაღებია, მაგრამ მარტო რო დარჩება აი ყოველთვის სიკვდილისგან 1 სანტიმეტრზე ხარ რა, ყოველთვის. მაგრამ რაღაც მომენტებში, როდესაც უკვე ხვდები, რომ აი აქ დამენძრა, აი მანდ გიშველის. ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს მანქანა ჩემი ძალიან კარგი მეგობარი იყო. მე არც ისე კარგი. იმიტომ რომ საკმარის ყურადღებას ვერ ვაქცევდი დროის გამო. როდესაც პატარა პრობლემა შეექმნა, 7 თვე არ გავაკეთე. იმიტომ რომ დრო არ მქონდა და მინდოდა რომ მე გამეკეთებინან. კარგად არ ვექცეოდი. კი, საუკეთესოზეც ვასხამდი, კი, საუკეთესო საწმავს ვასხამდი, კი, საუკეთესო ნაწილებს ხილულობდი, როდესაც ამის დრო მოვიდოდა, მაგრამ თვითონ როგორი მეგობარიც იყო ჩემი, უღალატო მეგობარი. აი მაგის ნახევარიც კი არ მყოფილვარ მე მისთვის. დაუვიწყარი ემოციები მაჩუქა. ერთად გავიარეთ 30000 კილომეტრზე მეტი. ეს მანქანა ძალიან გავს ჩემთვის ფრენკ სინატრას სიმღერას My Way. აი ხო ძალიან მაგარი სიმღერაა და ყველა მიცის, მაგრამ სანამ ტექსტს არ წაიკითხავ, მარტო მოსმენა არ კმარა, იმენ არ ჩაუჯდები და გონებაში არ წაიკითხავ ტექსტს, ვერ მიხვდები რამდენად მაგარი სიმღერაა. აი სიმღერა რომ მანქანა იყოს, ეს იქნებოდა. ყველა მოსახვევს ისე გადიხარ, როგორც შენ გინდა. და ყველა მოსახვევში ისე იქცევი, როგორც შენ გინდა. თითოეულ მილს ისე გადიხარ, როგორც შენ თვლი რომ სწორია. ანუ აი რაღაცა ზღაპარი მანქანაა რა. დედას გეფიცებით ასე აღფრთოვანებული მე არასოდეს მანქანით არ ვყოფილვარ. აი ყოველდღიურობაში ვიძახი, მე არ ვიძახი ერთხელ გასაკატავებელ მანქანაში, ყოველდღიურობაში. 3 წლის თავზე მივხვდი, რომ ვერ ვაფასებდი რამდენად მაგარი მანქანა მყავდა. კარგი. მოდი ერთი წრეც დავარტყათ და შემდეგ უკვე მოვჭით ამ ვიდეოს. მალე თინეიჯერი 15 წლის გოგოსავით ტეილს დავიწყებ. განშორების დრო მოვიდა. ან არა. რაიც. ცხოვრება მოულოდნელობებით ასავს. And now the end is here. So I face The final curtain, my friend, I'll say it clear,
I'll state my case, of which I'm certain. I've lived a life that's full. I traveled each ამ მანქანაზე ხშირად მახსენდება ხოლმე ერთი ფაქტი რა. ფუზა, მე და ფუზა ვლაპარაკობდით ამ ავტომობილზე, როგორც იცით, მან მაყიდინა ეს მანქანა, თან სუძალით მაყიდინა. მეუბნეოდა რომ აი C63 იყიდე, მაგაზე მაგარი მანქანა მე არ მყოლი ასე და მაგაზე ვლაპარაკობდით და იხსენებდა რომ აი ყველაზე დასამახსოვრებელი და მაგარი მანქანა იყო, რაც მყოლიაო რა. და როდესაც ამას მეუბნებოდა, მაშინ მასთან ვიჯექით ოფისში რა და ფანჯრებს დაბლა, მისი ოფისის ფანჯრებს დაბლა იდგა მისი Porsche 911-992 Turbo S. 2021 წლიანია, მე მგონი ეგ Porsche რა. ანუ ფანჯრებთან ედგა ის Porsche და ამ მანქანაზე მეუბნეოდა რომ ყველაზე დასამახსოვრებელი და მაგარი მანქანაა, რომელიც ყოლია. ხო და თავიდან მაგას რომ მეუბნებოდა ბიჭო მეთქი, ანუ მეუბნებოდი რა, ინამუსე ხო Porsche-თი დადიხარ, რო ვიყიდე რა თავიდან. ინამუსე რა Porsche-თი დადიხარ, მეთქი რა ესე. არაო ნიკაო, აი ego ისეთი მანქანაო, რომ დამიჯერეო, რომ მასეო, არც ერთი მანქანა არ დაგამახსოვრდებაო. და გავიდა 3 წელი, გავიარე 30000 კილომეტრი ამ მანქანით და როგორც სხვა რამდენიმე რაღაცაში ბოლოს ვაღიარე რომ ვეთანხმებოდი, ისე ვაღიარებ რომ ვეთანხმები რომ კი ბატონო, რა მანქანაც არ უნდა ვიყოლიო, პაგანიც რომ ეყოლება, ალბათ ეს მანქანა მემახსოვრება რა. თან აუცილებლად მემახსოვრება. იმიტომ რომ ალბათ ყველაზე ემოციური, ყველაზე გიჟური, დარწმული Mercedes-ია, რომელიც ოდესმე შექმნილა. აი რას გავს იცი, აი Subway-ს აქვს ტუნას სენდვიჩი რა, მე რაც მევასება, ხო, წეღარაც გაჩვენეთ. ეგ არის ერთმაგი ტუნათი რო ვაკეთებ, ძალიან წვნიანია და ჭამა გიღის და მე ვაკეთებ ხოლმე ორმაგი ტუნათი, 2x ტუნათი და აი მთელი სახე გაქვს მოსრილი მე ტუნაში, იმდენად ბევრი იდება შიგნით რა. აი ეგეთი ტიპია, 489-ით ხო გამოდის. აი თორქი, აი გეგონება რომ მანქანა არ ეჭიდება ვაფშე, როდესაც მოჭიდებას გაუთიშავ რა. რაღაც აი დეგენერა დაადგავ გაზ და წავა სადღაც გაფრინდება იმენ და მოგიქნევს. მაგრამ მოყვება, მართვაში მოყვება. ხო და აი ორმაგი ტონა გამოდის, ცოტას რო დააწუნიგებ. ეხლა მე ეს ცოტა გაკეთებული მყავს და 550 ცხენი აქვს დაახლოებით. ვითომ ეხლა ვიღაცა იტყვის რომ 100 ცხენი არაფერი, მაგრამ ეს 100 ცხენი და თორქი, როგორი რაღაც გამოდის, იცი? პატარა გაზ დაადგამ თუ არა, ეგრევე მოცურება ანთებს. აი ეგეთი დეგენერატია რა. უცხოეთში ამას ეძახიან სმოკინგში გამოწყობილ Hellcats და ნამდვილად ეგრეა, ეს არის სმოკინგში გამოწყობილი Hellcat. თუ ვინმე გადაწყვეტ რომ ასეთი მანქანა იყოლიოთ, მე გირჩევთ რომ ჯერ წადით, იყიდეთ ალბათ ყველაზე დეგენერატი BMW, რომელიც არსებობს, ვაფშე აი ხულიგანკა 4x4 რაღაც ჩადუღებული ხიდით, იმაზე ისწავლეთ ტარება და მე დაჯექით ამაზე, თორე შეიძლება ისე მოწყდე რომ ვეღარ გიპოვოს ვაფშე ვერსად რა. ანუ მართლა ისეთი სატარებელია. ეგ ერთი. მეორე. ფული უნდა იქონიო. იაფი ამ მანქანაზე არ ღირს არაფერი. არც ჩვეულებრივი C-კლასის მიდის რამე რა. არი ფიქრო რომ იაფად გამოძურები, ვერ გამოძურები. ზეთის შეცვლა ღირს მე მგონი რაღაცა დაახლოებით 600 ლარამდე მარტო რა. არი ფიქრო რომ სავალში რამეს ჩვეულებრივი C-კლასისას დააყენებ და არი ფიქრო რომ ჩაპრესავ რაღაცას. ანუ მაგის შანსი არ არის. ყველაფერი უნდა დააყენო ორიგინალი, ახალი. ასე რომ პროსტა არავინ გაივლოთ თავში რომ ამ მანქანაზე ფულს დაზოგავ. აი სადმე თუ დაინახავთ ხალხო ვინმე Aston Martin და C63 204-ით, იცოდე რომ 204-ის პატრონს უფრო მეტი ფული აქვს თუ ის C63 ხოძე, იმიტომ რომ იაფად ამ მანქანას ვერ შეინახავ რა, პირდაპირ გეუბნები. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. და ერთი რამისთვის მოემზადეთ რა, რაც უფრო დიდხანს ივლით ამ მანქანით, მით უფრო გაგიჭირდებათ მასთან განშორება. მეც კი ადამიანი ვარ, რომელიც ყოველ 6 თვეში ერთხელ მანქანას სვლი და აქამდე და მესამე წელია ეს მანქანა მყავს. მესამე წელია. ეხლა ვყიდდი ამ მანქანას ძალიან აქტიურად, იმიტომ რომ იმ მანქანის ყიდვა მინდოდა, რაზეც დასაწყისში გესაუბრეთ, მაგრამ იმის გამო რომ ის მანქანა გამემაზა, ეს მანქანა გადავიდა პასიური გაყიდვის მოუდში, თავისი ფასი ადევს, მაიავტოზე ზდევს, მაგრამ აწი თუ არ გაიყიდება, ვაფშე აღარ ნერვიულობ, იმიტომ რომ რაღაცნაირად ვერ ხვდები უფრო ამაღელვებელი რა უნდა ვიყიდო. ვიღაცები ახლა ბევრ რაღაცას დაწერენ, მაგრამ არა. აი 911-ია და 2 კარიანია, 4 კაცი ვერ ჩაჯდებით. GTS-ი ძალიან მაგარი მანქანაა, მაგრამ ასეთი ამაღელვებელი არ არის და თან ის არ მევასება იმის, რომ სალონი მაინც და მაინც ხარისხიანი ვერ აქვს, მოლაყლაყებული დადის. 205-იც ხო, ნუ უკვე აღარ არის ის საწარმოო მატერიალები რა, ძალიან პლასმასია და არ მევასება. რა უნდა იყიდო ვერ ხვდები რა.
მაშინ უნდა წახვიდე და რაღაც ისეთი იყიდო, აი 200.000 რო იხდი უკვე რაღაცაში და სპორტულ მანქანას ამაზე კაი, ახლა ვერაფერი ვერ მაფიქრდება, რომ მაგ ბიუჯეტში ვიყიდო. ამიტომ რავი, გადავიდა პასიურ მოუჩი და ეს მანქანა თუ გაიყიდა, რაღაცა საოჯახოზე გადავჯდები, იმიტომ რომ ახლა ნამდვილად არ ვაპირებ, რომ Ferrari და Lambo დავიყენო იმ გარაჟში, რა სხვა პრიორიტეტები მაქვს საერთოდ რა და რაღაცა ისეთ საოჯახო მანქანით ჩანაცვლდება თუ არა და მშვენიერი მანქანაა. 4 კაცი ედება 73,000 კილომეტრია გარბენი, კომპიუტერზე რაც შევამოწმე, ასეთი გარბენით დაურტყმელ ძარას მე ვეღასად ვეღარ ვნახავ, ამიტომაც იდგება გარაჟში და რა ვიცი, მაქსიმალურად მივხედავ როგორც აქამდე ვხედავდი რა. კაი. მოკლედ, მეგობრებო. ეს იყო ჩემი ავტომობილის ბოლო ვიდეო. მოგიყევით, როგორ დასრულდა იმ პრობლემების მოგვარება, რაც ქონდა. 3 წლიანი ფლობის შემდეგ შევაჯამე საბოლოოდ ამ მანქანაზე, რას ვფიქრობ, როგორ ვფიქრობ. რატომ ვფიქრობ, რომ ყველაზე მაგარი Mercedes-ია, რომელიც ოდესმე გამოსულა და ვინც როგორც გინდათ ისე მიიღეთ, ეს ნათქვამი, ეს ჩემი პირადი აზრია და ამით დავასრულებ. ეს იყო ჩემი საიუბილეო მე-500-ე ვიდეო, ჩემს YouTube გვერდზე და ამ მანქანის ბოლო ვიდეო. მორჩა ეს მანქანა უკვე იქნება ჩემი ყოველდღიური მანქანა, ზედმეტი გაშუქებების გარეშე, ვიკატაებ, ვივლი. თქვენ კი წარმატებებს გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხართ რომ უყურებთ. გისურვებთ რომ თქვენი ოცნების ავტომობილი შეგეძინოთ. იმასაც გისურვებთ რომ ისეთი კმაყოფილი ყოფილიყავით თქვენი მანქანით როგორც მე ვარ, ეგ ძალიან იშვიათია და გისურვებთ რომ ყველაფერი კარგი გქონოდეთ. რავი, ბევრი Ferrari-ები, ბევრი Lambo-ები, ბევრი Porsche-ები და ვიცი რომ ყველაფერს შეძლებთ რა. წარმატებებს გისურვებთ, მადლობა.